ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი. საქართველოს სესერეკა რესპუბლიკას ახალი ცეკას მდივანი ჰყავს. საბჭოთა საქართველოს საჭე პროლეტარიატმა ამხანა სალომე ზურაბიშვილს ანდო. ასე რომ ფრთხილად საბჭოთა მოქალაქეებ საჭესთან ქალია. უნდა აღინიშნოს, რომ ამხანაგმა ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო დაპირებების შესრულება და ჩვენს ქუჩებში სულ მალე ვიხილავთ კარტოფილით გამძღარ მოსახლეობასა და დაკმაყოფილებულ თვალებდაწმენდილ ახალგაზრდობას. ვაშა სალომეს, ნაშა ახალგაზრდებს. რაც შეეხება მის ავადსახსენებელ კონკურენტს, გასაჯაროვდა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ესწრება ერის მოღალატე გრიგოლ ვაშაძე კგბ-ს დამაარსებლის იოსებ სტალინის დაბადებას. საქართველოს დამსახურებულმა მწველავმა და ყოფილმა ქველმოქმედმა ბორის ივანიშვილმა შარშანდელი რეკორდი გააუმჯობესა და 2018 წელს გადაჭარბებით მოწველა ძვალზე ტყავგადაკრული ქვეყანა. ვოკალურმა ანსამბლმა ქუჩის ბიჭებმა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ცოცხალი კონცერტი გამართა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანხა წინასწარ არავის არ უნდა ჩაურიცხო. როგორც ტელეიმედი იუწყება, საქართველოს მთავრობა, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტრო 2025 წლისათვის საქართველოში დაარჩენილ 100,000 მოქალაქეს 500,000 სამუშაო ადგილს სპირდება. გაიზარდა და დამშვენდა ჩვენი დედაქალაქი. საბჭოთა საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას მოსყიდვის მიზნით კარტოფილი, ხახვი და სხვა შეურაც მყოფელი პროდუქტები დაურიგა. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ მოსახლეობას კაპიტალისტური ქვეყნებიდან ჩამოტანილი მეორადი ტანსაცმელი, იგივე ფუთები დაურიგა. ნეტავ რა დაუწუნა ამ ჩვენმა მთავრობამ საბჭოთა ტრიკოტაჟს და სოციალისტურ ტელეგრეიკას. 28 ნოემბერს ცესკოს თანამშრომლებმა ზედმიწევნით შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა, რის შედეგადაც ამ მრჩეველთა სიებში გვყავდა ბევრი მარინე, ბევრი ფერაძე და ბევრი გიორგი სასული. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა ცესკოს თანამშრომელი ივლიანე ცერცვაძე, რომელმაც 28 ნოემბერს ერთბაშად 83 საარჩევნო უბანზე მისცახმა. ვაშა მხანაგო ივლიანე, ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი დედამალი ადამიანები. აქ მოისმინეთ ერთი განცხადება. 28 ნოემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა პროფესიონალი გამყალბებელი მურთას მართალაშვილი. ვიფხიველების თქმით, მან გაყალბებისას 5-დან ამოძრომა ვერ მოასწრო და დამკვირვებლებმა სავარაუდოდ ურნას გააყოლეს. და ბოლოს სასიამოვნო ამბავი. იუსტიციის დედოფალმა თეა წულუკიანმა მოსახლეობას ყალბი პირადობის მოწმობები დაურიგა, რითაც მან გვაჩვენა, რომ ხალხის გამრავლება გარყვნილების გარეშეც შესაძლებელია. ვაშა წესიერებას, ვაშა პატიოსანი ხერხებით ერის გამრავლებას.